დილამშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ? მოგესალმებით ყველას. ეხლა მე თან მოვამზადებ ბუტერბროდებს და თან მოგიყვებით პორტალის შესახებ თუ რა პორტალი გაიხსნა. ესე იგი, მოგეხსენებათ, რომ არის ძალიან საინტერესო პერიოდი ამ პერიოდში. გუშინ სავსე მთვარიდან ბავშვები გამორთეთ ერთი წუთი ეგ. გამორთეთ. ერთი წუთი გამორთეთ. გუშინ იყო ძალიან საინტერესო მომენტი, რა პორტალიც გაიხსნა ჩემთან, ამას მოგიყვებით ახლა მე. ხო? და ყველა იმ ადამიანთან, ვისაც ახალი ინფორმაცია გაიხსნა, იმ ადამიანს გაიხსნა ის პორტალი, რომელ პორტალშიც თვითონ შევიდა. მე გავხსენი ის პორტალი, რომელ პორტალიც ჩემთვის ძალიან საინტერესოა. სავარაუდოდ ეს პორტალის გახსნა მომზადდა 5 დღით ადრე და შემდეგ აი ამ ინფორმაციული ველის შედეგად გაიხსნა ახალი პორტალი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი თემები წავა ახლა. ორგვარი გზა არსებობს, ერთი ის რომ საკითხი გადაიჭრება ისე რომ დაზარალებული ნაკლები იყოს და მეორე ის რომ საკითხი გადაიჭრება ისე სრულიად საქართველოს ჩაერიოს ამ საკითხში და მე რასაც ვფიქრობ სრულიად საქართველოს რომ ჩაერიოს, აი აქეთ მიდის გეზი. რა გინდა დედიკო? რასად არის მითხარი? რა გინდა მითხარი? პური? აი იქ დევს პური დედიკო, ნახე. ეხლა რა ხდება? ანუ საერთოდ ვილაპარაკოთ იმაზე, რა არის პორტალის გახსნა. ხო, ვიღაცას პორტალი წარმოუდგენია ესეთი რაღაცა წრიული ველი, სადაც შედის და იქ მე ახალი ინფორმაციებს აიღებს. პორტალი რა არის, მეგობრო? პორტალი არის უამრავ ადგილზე და პორტალი არის ცნობიერი ველი. ანუ ველი, რომელშიც შედიხარ და აღებ ახალ ველს. მაგალითად, თუ შენ არ გქონდა იონე, მოდი აქ, მოდი. აქ არის პური, დედიკო, მოდი. ეხლა გამიბრაზა, იმას გავუკეთებ ბუტერბროდი და ამას არა და ეხლა ამასაც გავუკეთებ ბუტერბროდს, მეგობრებო, ერთი წუთით. ხო, ცნობიერი ველი, რომელიც ჯერ არ შეგიღია. პორტალის გახსნა, მეგობრებო, არის ისეთი პორტალის გახსნები არსებობს, რომ ზოგი არის მოკლევადიანი, ზოგი არის გრძელვადიანი და ზოგი შეიძლება 1000 წლეულებზეც კი იყოს გადაზრდილი. აქედან გამომდინარე რეინკარნაციის თემასაც შევეხებით დღეს და იმ თემას თუ რა არის რეინკარნაცია და როგორ პარალელურად მიმდინარეობს, ესე იგი ეს ყველაფერი, ანუ ძალიან პარალელურად მიდოდა ხო, ეს მიდოდა. დღეს მივდივართ ბირთვისებში და ვემზადები ბავშვები უნდა წავიყვანო პიკნიკი, საპიკნიკოდ ვამზადებ ბუტერბროდებს, ასე რომ ნუ მიწყენთ აქ არეულობა და დარეულობა არის და საერთოდ ამცალი ახლა იმისთვის რომ ავალაგო და დავალაგო. ხო, ეხლა რაც შეეხება იმას, რომ პორტალის გახსნის შემთხვევაში, ანუ სერიოზული პორტალის გახსნა ქვია იმას, რაც გუშინ დაიწყო. გუშინ ჩემთვის ინფორმაციულ ველში შესული რო ვიყავი, აი იმ ინფორმაციულ ველში კიდე გაიხსნა ახალი პორტალი და იმ ახალ პორტალში როგორც ვარდი ისე გადაიშლება ახლა ახალ ფურცლები და აი ამ ახალ ფურცლებს მე თანდათან გაგანდობთ თქვენ თუ რა იქნება და ჩვენ ერთად ვიხილავთ ყველაფერს. მაგალითად ეხლა ზოგიერთისთვის არსებობს ესეთი პორტალები რა. ზოგიერთისთვის არსებობს პორტალი კარმის გამასუფთავებელი პორტალი. ძირითადად ჩვენს ფესვებს რაც ეხება, ხომ არსებობს ესეთი რაღაც, რომ აი სად არის კარმა თუ კი რეინკარნაციები ერთმანეთისგან გამორიცხავს იმას, რომ ისინი ერთმანეთთან კავშირშია, ან იქიდან გადმონაშთი შენ გაქვს. ეხლა მე მოგიყვებით როგორ არის დაკავშირებული ეს პორტალები ერთმანეთთან და როგორ შეიძლება ჩვენ ამას მოვუაროთ და როგორ შეიძლება ჩვენ ეს საკითხები ამ საკითხებში გავნათმოთ. როდესაც პორტალი იხსნება, ეს არის არა მხოლოდ ფიზიკურ ველში, ეს არის ასტრალურ ველში და ეს არის რა თქმა უნდა მენტალურ ველშიც. ანუ არა ერთი ველი იხსნება, არამედ 3 ველში იხსნება ეს პორტალი, ხო? ასია მეგობრებო.
როდესაც სამ ველში იხსნება ეს პორტალი, მაშინ ჩვენ გვჭირდება სამივე ველის დამუშავება. არა მხოლოდ ერთი, ჩვენ ძირითადად ვამუშავებთ ხოლმე ფიზიკურში. ფიზიკური ველის ეს დამუშავება იმ პორტალის, რომელიც იხსნება და სხვადასხვა დროებში სხვადასხვა პორტალები იხსნება, ფიზიკური ველის დამუშავების შემთხვევაში ჩვენ რა თქმა უნდა ვიწყებთ ისევ და ისევ ფიზიკური ველიდან ჩვენი თავიდან და იმ პერსპექტივიდან, რომელი პერსპექტივითაც ჩვენ ვხედავთ, ხომ? არსებობს სხვადასხვა პერსპექტივები, აი მაგალითად არსებობს მაგალითს ავიღებ, მე-12 საუკუნიდან არსებობს ორბელიანების იმ დროის ორბელების პერსპექტივა და არსებობს ბაგრატიონების პერსპექტივა. მაგალითად, მათი პორტალი, როდესაც გაიხსნა და ორბელების განადგურება დაიწყო და ორბელები მთლიანად დახურა ზეციურმა ძალამ, დატოვა მხოლოდ ორადორი ორბელი, რომელიც სავარაუდოდ სამართლიანი ცხოვრებით ცხოვრობდა. ეს იყო, დედიკო გისმენ, აი იქ დავდე შენი პური. აი იქ დავდე. წამოდი გაჩვენე. ეს იყო ესე იგი ზეციური ასტრალიდან გამოსული ინფორმაცია და ამ ზეციური ასტრალიდან გადმოსულმა ინფორმაციამ, რომელ ფიზიკურ ველშიც შემდეგ ორბელები მთლიანად გაანულა, ანუ მთლიანად არა, მაგრამ მისი 0.01% დატოვა მხოლოდ ამ გვარისა, ეს იყო ის წყევლა, რომელიც გადავიდა მეფისგან მათზე. ეხლა რომელი მეფისგან იტყვით ხომ, რომელი მეფისგან მათზე? მე მოგიყევით თუ დააკვირდით ჩემს ვიდეოებს თუ თვალს ადევნებდით, მე ამ საკითხებზე ხშირად ვსაუბრობდი, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ღრმად ჩავედი ამ საკითხში, თუ რა ხდებოდა იმ პერიოდში, რადგან სცენარზე მუშაობა მომიწია და სცენარმა დიდი ინფორმაციების წყარო მომცა მე იმისათვის, რომ გამეგო რა მოხდა რეალურად იმ დროს, როდესაც აი ეს 30,000 ორბელები, ნათესავები და მისი ნათესავები გაწყვიტეს. და სავარაუდოდ ეს პორტალი, მეგობრებო, რომელზეც მე გეუბნებოდით, რომ გახსნილია, მეთქი ზუსტად ერთ-ერთში ისე მიმდინარეობს და სავარაუდოდ ის ადამიანები, რომლებიც პორტალებში ერკვევიან და რომლებიც წინასწარ მეტყველებენ, ხო? ისინი უყურებენ წარსულს. აქედან გამომდინარე, წარსულში ჩახედულმა ინფორმაციამ წინასწარ შეიძლება გაცნობას თუ რა შეიძლება მოხდეს. რა არის მოსალოდნელი. ვინაიდან და რადგანაც ჩვენ ერთი და იგივე წრეზე არ ვტრიალებთ და ერთი და იგივე წრეზე არ უნდა ვიტრიალოთ ისე რომ ერთი და იგივე შეცდომები დავუშვათ, ეს წრეები, პორტალები, რომელიც უკვე გითხარით, რომ შეიძლება 1000 წრეულებზე იყოს მეთქი გადაზრდილი, იმისთვის არის და იმისთვის დააწესა ღმერთმა, რომ აი ამ წრეებში ჩვენ გავიზარდოთ და თვითონ ნაბიჯით გადავდგათ წინა, ანუ განვითარებისკენ წავიდეთ, ხო? ნუ თუ ერთი წრეზე ტრიალებ, მე ხლა დამავიწყდა, დრო არ გამეპაროს, თან ბუტერბოტებიც უნდა ვაკეთო, ხო? ესე იგი, თუ ერთ წრეზე ვტრიალებთ ჩვენ და ერთი და იგივე დანაშაულებს ვიდენთ, მაგალითად, აი მაგალითს მოგიყვანთ, 2000 წლიულზე გადაჭიმული პორტალი, გახსნილი პორტალი არის ის პორტალი, რომელიც არის იესო ქრისტეს პორტალი, რომ იესო ქრისტე ყოველ ჯერზე მოდის და ვკლავთ, ანუ ერთი და იგივე წრეზე, ერთი და იგივე შეცდომებს უშვებ და 2000 წელი მოგცა ღმერთმა იმისათვის, რომ ამ პორტალში რამენაერად გავძვრეთ და გავიდეთ და წავიდეთ წინ, ანუ განვითარება განვიცადოთ და აქედან გამომდინარე ის აღდგომაც, რომელიც ამ პორტალის დახურვის წინაპირობა არის. ამ პორტალის დახურვის წინაპირობაში, როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ შეიგნე რა მოხდა პირველ საუკუნეში, გაიაზრე, შენთანაც ხდება, ზუსტად იგივე ხდება. შენ ინკარნაციაში, რომელშიც ეხლა ჩვენ ვართ, სულ ყველას გვეხება ეს. შენ ინკარნაციაში დღეს ხდება ეს ყველაფერი და არა მხოლოდ მაშინ მოხდა, მაშინ გაიხსნა უბრალოდ ის პორტალი, დღემდე ინფორმაცია არის შენთან მოსული. შენ ანუ ამ პორტალისგან რას გამოიყვანეს, შენზეა დამოკიდებული, თითოეულ ჩვენთაგანზე არის დამოკიდებული. გესმით? თუ პირველ საუკუნეში მისმა მოწაფეებმა, ქრისტეს მოწაფეებმა ვერ შეძლეს ის, რომ ქრისტე დაეცვათ და ამას ქრისტე ძალიან თვალნათლად და ხმამაღლა გამოთქვამს პილატესთან, რომ ესენი რომ ჩემიანები იყვნენო, ჩემთან იდგებოდნენ და მე დამიცავდნენ და თქვენ იცით რომ სამწუხაროდ ყველა აითესა რა, აი ძალიან ჟარგონულად ვიტყვი, რომ ძალიან შეეფერება ამ საკითხს.
აითესა ყველა, იმიტომ რომ ყველას შეეშინდა. დღემდე იგივე ხდება, დღემდე იგივე ვითარება ხდება და იგივე პორტალში ვართ, გაჭედილები ვართ იცოდეთ ამ პორტალში. ანუ ამ ინფორმაციულ ველში გაჭედილები ვართ, ვერ განვითარდით და როდესაც ზეციური ძალები უკვე გეუბნებიან, რომ ამ პორტალიდან უკვე უნდა გამოხვიდეთ, თორე დახურვა არის, დახურვა იქნება ის, რომ როგორც უკვე ორბელებზე გითხარით, ორბელების 99.99% გაწყვიტეს, ანუ დაასრულეს მათი სიცოცხლე რა, მათი არსებობა დაასრულეს, იმიტომ რომ გეტყვით ახლა რატომაც რა. აი ესენი ერთმანეთში კავშირშია, მე აქეთ იქით გადავხდები, იმიტომ რომ ეს switch-ი, ანუ აქეთ იქით გადახდომა აუცილებელიც კი არის იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ახლა მე გიხსნით, რომ თქვენ ძირეულად გაიგოთ, რა ხდება მსოფლიოში კი არა, სამყაროში, ამ სოფელში და იმ სოფელში რა ხდება და აქედან გამომდინარე მე მიწევს აქეთ იქით გადახტომა და უნდა დააკავშიროთ. თუ თქვენ ამ ინფორმაციებს ვერ აკავშირებთ, ხომ? თქვენ ვერ გახვალ, პორტალს ვერ გაივლით უბრალოდ. და მე გეუბნებოდით ჩემ წინა ლაიფებში, რომ იგივე მეორდება. ჩვენ გვაქვს მე-12 საუკუნის პორტალი გახსნილი, როგორც პირველი საუკუნის პორტალი. რამდენიმე პორტალია ერთად გახსნილი, ერთი არის რამდენიმე 1000 წლეულის, ერთი არის რამდენიმე 100 წლეულის. ამასთან დაკავშირებით კიდევ არის რამდენიმე კვირიანი პორტალები, რომლებიც გვაწვდის იმის საშუალებას, რომ ნელ-ნელა თანდათან გავიზარდოთ ჩვენ ამ ინფორმაციულ ველში. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის წინ დაწყებული ჩემი საუბარი ზოგიერთებს სასაცილოდ ეჩვენებოდათ, ძალიან მალე მიხვდებია, რომ ეს ყველაფერი სასაცილო არ ყოფილა და სერიოზულად უნდა შეხედონ ამ თემას, მათ შორის სასულიერო პირებსაც. მათ შორის სასულიერო პირებიც მიხვდებიან ამას. ხო და რაც შეეხება იმას, რომ პირველი საუკუნის პორტალი, რომელიც გახსნილია და აწი უკვე იხურება და თუ ანუ დახურვის შედეგად ჩვენ თუ ვერ გავივლით, ანუ ჩვენ რა ახლა მე რომ გასული ვარ ამ პორტალში, ალბათ მიხვდებოდით მაგასაც, მაგრამ ვცდილობ რომ თქვენც ამ პორტალიდან, როდესაც იხურება ეს პორტალი, გამოგიყვანოთ და იმ პორტალის დახურვისასაც ვცდილობ რომ ის ვითარება, რომელიც მე-12 საუკუნეში უნდა მოხდეს წესით, რომელიც პარალელურად გახსნილია და აწი იქ მიმდინარეობს ეს დედისტირება, რომ მეფეს აუჯანყდებიან და ორბელები იმას ვერ ხვდებიან, რომ ღვთივკურთხეული მეფის წინააღმდეგ უსამართლოდ ზურგს უკან არ უნდა აჯანყდნენ და ამას დიდი წყევლა ელის და თამარმა გააფრთხილა სხვათა შორის ორბელები, რომ ამას დიდი უბედურება მოყვებოდა, თუმცა თამარის ხმას მაშინ არც არავინ არ იგებდა და არც არავინ უყურებდა ქალს მნიშვნელოვნად. როგორც სავარაუდოდ არის დაახლოებითი პროცესი დღესაც, თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ თამარის წყევლა, რომელიც ისე უბრალოდ გაფრთხილება, თამარის წყევლა არ იყო ეს, თამარის ღვთიური სამართლის მოთხოვნა მათზე ზედმიწევნით ახდა, როგორც თამარმა მათ გადასცა. ზედმიწევნით ახდა. გადარჩა მხოლოდ ორადორი ორბელი, რომელიც ისევ და ისევ ბაგრატიონების მხრიდან გააპარეს, რამე თუ ისინი არ იყვნენ ამ საკითხში ჩარეული და რა თქმა უნდა ყველას ყავს თავისი ბოროტიც და კეთილიც და ამას რა თქმა უნდა ბაგრატიონები ძალიან კარგად ხედავდნენ. აქედან გამომდინარე ისევ და ისევ ბაგრატიონებმა გააპარეს ორბელები იმისათვის, ორი ძმა იმისათვის, რომ ამათი შტო, მაინც ამათი გვარი და ამათი სისხლი გადარჩენილიყო. რა თქმა უნდა, ეს საკითხი ისი არ ჩაივლის, პარალელურად გახსნილია იქ ის ვითარება, რომ ერთი და იგივე წრეზე დადიან და ერთი და იგივე წრე ვითარდება. თუ ორბელები ვერ შეიგნებდნენ იმას და ვერ შეიგნებენ იმას, შეცვლა შეიძლება ასეთი მხრივ რა. თუ პარალელურ სამყაროში, რომელი პარალელურ სამყაროს ჩვენ გვიკავშირდება და გვეუბნება, რომ აქ შველაა საჭირო, ჩვენ ამას ვაცნობიერებთ და შეგვიძლია აქ შევცვალოთ ვითარება, რომ იქ შემდეგ გადაედოს ამ ვითარებას და ისე შემოტრიალდეს საკითხი, რომ მოლაპარაკება მოხდეს ბაგრატიონებსა და ორბელებს შორის, ეს საკითხი ჩვენ გვეხება, რამე თუ გახსნილია მე-12 საუკუნის პორტალი და გახსნილია პირველი საუკუნის პორტალი. რაც შეეხება იმას, რომ ქრისტე ვაცვათ ჯვარს თუ არა, ეს საკითხი უკვე 2000 წელია მიმდინარეობს და 2000 წლის მანძილზე ჩვენი მღვდლები თვლიან საჭიროდ, რომ ქრისტე ყოველწლიურად უნდა ეცვას ჯვარს და შემდეგ ჩვენ ის ვჭამოთ. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ღმერთი პირდაპირი მნიშვნელობით გვეუბნება ჩვენ იმ საკითხს, რომ ღმერთს აღარ შეჭამთ თქვენ, მე აღარ მოგცემთ თქვენ ჩემი შვილის
ჩემი შვილის ხორცს და სისხლს იმისათვის რომ თქვენ მხოლოდ თქვლიფოთ და არაფერი გააკეთოთ და ესე მუქთახორებივით დაჯდეთ და გაიბეროთ მუცლები და გაიბეროთ ჯიბეები და ამისათვის ცეცხლს დააწევს ჩამოვლენ ის წმინდანები რომლებიც მათი პირიდან გამოვა ცეცხლიც და מחვილიც იცოდეთ და ჩამოსულები არიან და ერთ-ერთი მათ შორის ვარ მე და თუ ეს თქვენ ძალიან დიდ განცხადებად გეჩვენებათ ამას დრო გაჩვენებთ თქვენ ანუ მე იძულებული ვარ გითხრათ ის რაც უნდა გითხრათ აქედან გამომდინარე მე გეუბნებით თქვენ რომ გახსნილია დიდი პორტალი და დაიწყო სავარაუდოდ უკვე ძალიან აქტიურ ფაზაში გადავიდა ეს პორტალი რომ საბოლოო ჯამში წერტილი დაეშას ამას და ის ვითარება მართალკაცზე არის აქ საუბარი, რომელიც იყო ქრისტე, ну ზოგი უძახის იუსუფს, ზოგი უძახის იშუას, ზოგი უძახის იეზუს, ვინ როგორ უწოდებს ქრისტეს, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ერთ კაცზე არის აქ საუბარი, ეს არის მართალი კაცის ძე, რომელიც ასევე ენოქის წიგნში არის მოხსენიებული და რომელზეც ნათქვამია რომ ის მოვა თავისი ხალხით ურთ და ის დაამკვიდრებს თავის მისი ხალხი დაიმკვიდრებს ამ დედამიწაზე სამართალს. ეხლა რაც შეეხება ენოქის წიგნს და მის წინასწარმეტყველებას, ენოქს არ აქვს წინასწარმეტყველებები, მეგობრებო, ენოქს აქვს ანგელოზთა მიერ მოცემული ინფორმაცია. ენოქის წიგნი არის განსაკუთრებულად სხვა ინფორმაციის მომცემი, ვიდრე იმ ხალხისა, ვისაც იოანეს გამოცხადებებში რაღაც წაუკითხავს. იოანეს გამოცხადებები ქონდა. იოანესთან არ მიდიოდნენ ანგელოზები და არ ესაუბრებოდნენ, მაგრამ მასთან განსხვავებით ენოქს ესაუბრებოდნენ როგორც ანგელოზები, მათ ყველაფერი აჩვენეს როგორ შეიქმნა ეს დედამიწა და ასე შემდეგ და აქედან გამომდინარე ჩვენ ენოქს ხას ვერ გადაусმებთ და მის სიტყვას რომ წყალი არ გავა ეს სრულიად სოფლიომ კი არა და ზეციურმა იერარქებმა და ქვეციურმა იერარქებმა იციან. გესმით და აქედან გამომდინარე ცოტა სიფრთხილე გვაქვს სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს. ეხლა რაც შეეხება რა პორტალი გაიხსნა ჩემთან დღეს გუშინ და ამ 5 დღის განმავლობაში ჩემთან გაიხსნა ზუსტად ის პორტალი რომელ პორტალშიც გააქტიურდა ის მონაკვეთი როდესაც თამარი აფრთხილებს ორბელებს რომ თქვენ თუ არ მოხვალთ გონს და არ დაემორჩილებით მეფის რომელიც წასულია ომში და რომელიც თავისი ქვეყნისთვის იბრძვის და თავისი ქვეყნის გადასარჩენად იბრძვის თუ მის წინააღმდეგ არ შეწყვეთ ამ პროტესტს რასაც აკეთებთ ორბელები მაშინ ზეციდან ჩამოვა ცეცხლი და თქვენ სულ ყველას გაგწყვიტავთ აი ასეთი სიტყვების შემდეგად თამარის სიტყვების შემდეგად როდესაც მათ დააიგნორეს თამარის სიტყვები და შენ რა უნდა ვინ უნდა მოგისმინოს ქალი ხარ და აქ არაფერი გესაქმებაო გააძევეს თამარი და სწორედ მას შემდეგ ხდება ის რომ თამარს გამოყვება ორადორი ადამიანი ესენი არიან ორადორი გვარის წარმომადგენლები ესენი არიან მხარგრძელები და ესენი არიან კიდევ ერთ-ერთი წარმომადგენელი მათი გვარი მოხსენიებული არ არის მაგრამ სახელებით არიან ისინი მოხსენიებული რაც შეეხება იმას რომ რატომ წამოყვებიან თამარს ეს ადამიანები ამაზე ალბათ თქვენ შეგიძლიათ დაფიქრდეთ მე რომ არ გითხრათ ყველაფერი და პირში არ ჩაგიდოთ ფაფასავით ძალიან კარგი არის ეს სააზროვნოთ და ძალიან კარგი არის ეს იმისათვის რომ თქვენს ჩაერთოთ ამ ბრძოლაში და ის რომ დღეობით ჩირკს ცხებენ ვითომ იმ ბაგრატიონებს და გიორგი მესამეს რომ გიორგი მესამე არასწორად მოიქცა რომ ეს ხალხი მოკლა ეს ხალხი გაწყვიტა და ეს ხალხი დაასამარა მინდა გითხრათ რომ გიორგი მესამეს გადაწყვეტილება ეს არ იყო ეს იყო თავად თვითონ თავიანთი გადაწყვეტილება და კიდევ ეკლესიის გადაწყვეტილება ის რომ 30,000 ადამიანი დედაბუდიანად შვილებიანად და ჩვილიშვილებიანად თლიანად გაანადგურეს
და ეს არ იყო მხოლოდ გიორგი მესამის გადაწყვეტილება, გიორგი მესამე უბრალოდ ხელები აწია და პილატეს როლში იყო და ხელები დაიბანა. ეს საკითხი გადასცა სამეფო კარს და სამეფო კარმა, როგორც ზეციური იერარქების წარმომადგენლებმა, გადაწყვიტეს, რომ ეს ორბელები მთლიანად გაენადგურებინათ. ვინ როგორ რამდენად სამართლიანად მოიქცა, ეხლა ეს მე კი არა, ღმერთმა უნდა გადაწყვიტოს და ეს მოხდება აუცილებლად თქვენ მოესწრებით ამ დროს, თუ კი თქვენ მოესწრებით საერთოდ თქვენი ცხოვრების წესით მოესწრებით ბოლო ჟამს ყველა მოესწრება და თუ კი თქვენ მოესწრებით ქრისტეს მოსვლას, მაშინ თქვენ პირდაპირ გაიგებთ თუ ვინ იყო სამართლიანი და ვინ არა. ყველა დროში. არა მხოლოდ ამ დროით საუბრობ მე მეგობრებო, აღდგომის პროცესი და საშინელი სასჯავროს პროცესი ყველა დროის მიხედვით ხდება. არა მხოლოდ დღევანდელი დღით როგორ ცხოვრობთ, არამედ ყველა დროში როგორ ვინ რანაირად იცხოვრა. კი, ეხლა იმ პორტალის გახსნა, ანუ ინფორმაციული ველის გახსნას ეს არ არის ის, რომ ეხლა ჩვენ შევალთ და იქ რაღაცა გამოჩნდება დიდი სივრცე და ჩვენ გადავალთ იქ და როგორც ყვებიან ხოლმე რა, ზოგიერთი გურუები თუ მაგები თუ ასე შემდეგ. ეს არ იქნება ის, რომ ჩვენ გადავალთ იმ სამყაროში და შევალთ და ისე დავინახავთ, არა მეგობრებო. ეს იქნება აქ ცნობიერში დალაგდება ყველაფერი ისე, რომ ქრისტეს სამართალი იზეიმებს ძალიან მალე. აქედან გამომდინარე, თქვენ თუ ჯერ კიდევ ველოდებით, რომ სადღაცა რაღაცა კარი გაიხსნება და პორტალი გაიხსნება, იქ შევალთ და მერე იქ ვნახავთ ფილმის სახით, ვერაფერს ვერ ვნახავთ მეგობრებო, ესე თუ ცნობიერში არ დაიწყო ამის გადამუშავება. ეს ფიზიკური ველთან რაც შეეხება ფიზიკურ ველს, რომელიც არის ცნობიერი ველი, ეხლა რაც შეეხება იმას, რომ ასტრალურ ველში რაც ხდება. ასტრალურ ველში მეგობრებო, ყველა დრო ერთდროულად მიმდინარეობს, სინქრონშია. ყველაფერი რაც კი მომხდარა, ჩვენ ძირითადად ფიზიკურ ველში, რაც წიგნებში ჩაგვეწერა და წიგნების მიერ მოგვეცა ჩვენ ინფორმაციულად, ეს არის ფიზიკური ველი, რომელსაც ჩვენ გავეცანით. რომელსაც ჩვენ ჯერ ვერ გავეცანით, ეს არის ასტრალური ველი მეგობრებო. ასტრალურ ველში მოგზაურობა ზოგიერთი რო იცახის, რომ არ შეიძლება ის იქნება, ეს იქნება, სადა რას აიკიდებ ღმერთმა იცის. დიახ, ასტრალურ ველში თუ არ გამოგზაურებენ ანგელოზები, არ შეიძლება შენი საკუთარი ნებით და სურვილით იმოგზაურო. რამე თუ შენ არ იცი, რომელ ასტრალურ ველში ხარ საჭირო. თუ კი შენ ასტრალურ ველში ხდები საჭირო, ანგელიოსები თვითონ მოგიხმობენ და თვითონ გეუბნებიან და გასწავლიან, აი ამ ველში ახლა შენ უნდა გახსნა ინფორმაციები. და როდესაც ჩემთან მოხდა ეს ინფორმაციული ველების გახსნა, ნელ-ნელა და ეტაპობრივად ისე მოხდა, რომ მე ჩემთვის ყოფილიყო ეს ჩემი ფიზიკური ველისთვის არადამაზიანებელი. ანუ ნელ-ნელა და ეტაპობრივად იმას ქვია, რომ ფსიქიკამ, სხეულმა, შენმა სისხლძარღვთა სისტემამ გაუძლოს იმ ინფორმაციებს, რაც შემოედინება შენში და აი ეს თანდათან ეტაპობრივად ხდება ზეციურთა ძალების მიერ. მაგრამ როგორც კი შენ იწყებ შენი ნებით მოგზაურობას, მაგალითად მიმართავ რეგრესულ ჰიპნოზს, მაგალითად მიმართავ ამა თუ იმ ველებს, ამა თუ იმ ჯადოქრებს, ამა თუ იმ ვიღაცა გურუებს, ამ შემთხვევაში შენი ფიზიკური ველი საგრძნობლად ზიანდება და შენ შეიძლება. ამიტომაც დღეს გადავსებულია საგიჟე იმ გახსნილი ადამიანებით, რომლებშიც დიდი რაოდენობით ინფორმაცია შეედინება. რაც შეეხება იმას, რომ ამ საგიჟეშიც ყველა არ არის თავისი ნებით გამოწვეული ამ ასტრალურ ველში მოგზაურობით, არამედ საგიჟეთში მომხდარია ყველა ის ადამიანი, რომელმაც ვერ შეიცნო ზეციური ძალების საუბარი. თუ კი ადამიანი ზეციური ძალების საუბარს ვერ შეიცნობს, აქედან გამომდინარე მას ეწყება შიშები, რადგან ის არ არის ჯერ კიდევ შიშებისგან გათავისუფლებული, ის მიმართავს სხვადასხვა ფიზიკური წყაროს ხერხებს, მაგალითად როგორიც არის დამაწნარებელი, როგორიც არის დამამშვიდებელი და სხვადასხვა ფილები, ანუ წამლები, ტაბლეტები, რომლებიც პირდაპირ ადამიანის ველს ანადგურებს, როდესაც მასში შემოედინება მაღალი წყაროები, ანუ მაღალი ინფორმაციული
ველები, პორტალები იხსნება მათში და ეს აუცილებელი არის რომ მოხდეს მეგობრებო. ამის გარეშე გარდაუვალია ჩვენი ამ პორტალიდან გასვლა გარდაუვალია. ჩვენ გავიჭედებით ამ პორტალში და მთლიანად დაიხურება ეს პორტალიც, ეს ინფორმაციული ველიც და დედამიწა მთლიანად იხურება. დედამიწა თავის სიცოცხლეს თავის თავში კი არ შეწყვიტავს, ინფორმაციულ ველში შეწყვიტავს. ინფორმაციული ველში შეწყვეტა არის ის, რომ როგორც უკვე ერთ დროს ძალიან სერიოზულ და ნაფიქრ მეცნიერს უთქვავს, ღმერთი აღმოაჩინეს ადამიანებმა და მას შემდეგ არსებობს ღმერთი. და თუ კი ადამიანი გაწყდება, მაშინ არც ღმერთი აღარ იარსებებს. აქედან გამომდინარე ყველაფერი იხურება, ინფორმაციული ველი ამის შესახებ, რაც ჩვენ დღემდე გვაქვს, რა ვატარებთ, რა ვიცი ჩვენი წინაპრები ხმლით იბრძოდნენ და ზოგი სისხლს ყვრიდა და ზოგი თავს იჭრიდა და ზოგი თავის შვილს წირავდა. ნუ მოკლედ ამ ინფორმაციული ველისთვის რომ ეს პორტალები გადაეწოდებინათ თაობათა თაობაზე, იმისათვის რომ ჩვენი ენით, ამ ენით და აი ამ დამწერლობით და ამ ვითარებით რომ ჩვენ გვაქვს ინფორმაციული ველი, რომელიც უნდა გადავაწოდოთ შემდეგ თაობებს, რომ მათ მაინც შეძლონ ამ პორტალიდან გასვლა, ეხლა ჟუანდელი მივლის. თუ კი ამას ამიტომ იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, რომ 1000 წლეულებზე გახსნილი პორტალები შეძლებოდათ თავიანთ მომავალს, ხო? როგორც ენოქი იძახის, რომ ჩემს წიგნს მე აღარ მოვალო, მაგრამ ჩემი წიგნი მიუვა იმ ადამიანებსო, რომელი ადამიანებიც იქნებიან ჩემი ამორჩეული შვილებიო და რომლებიც იქნებიან სამართლის მოყვარულნი და რომლებიც დაიმკვიდრებენ ამ დედამიწაზე სამართალსო. მართალი ძე კაცის ძეზე პირველად ენოქი საუბრობს. კაცის ძედ მოიხსენიებს ქრისტეს იმ მართალ კაცს, რომელიც პირდაპირ მოხსენიებულია ენოქის წიგნში და არ გეგონოთ მეგობრებო, რომ ენოქის წიგნი არის ძალიან უბრალო და მასთან შეხება ყველას შეუძლია. პირველი ქართულ ენაზე ნათარგმნი ენოქის წიგნი გამოვიდა ლევან პეტრიაშვილის მიერ, რომელსაც მე მივაწოდე ჩემი ნათარგმნი გერმანული ენიდან, დილმანიდან გადმოთარგმნილი. ეს არის უშუალო წყარო ეთიოპიური ენიდან ნათარგმნი გერმანულში და შემდეგ გერმანულიდან დილმანიდან ნათარგმნი ქართულში. ვერავინ ვერ მოკიდა ხელი ვერცერთმა თარჯიმანმა საქართველოში ხელი ვერ მოკიდა დილმანის ნათარგმნს. იმიტომ რომ ძალიან რთული იყო სათარგმნელად. მაგრამ ღმერთის წყალობით და ღმერთის ძალებით მე მომეცა ის ძალა, რომ ეს წიგნი მეთარგმნა და საბოლოო ჯამში გამოცემულიყო 3 ტირაჟი გამოვიდა. ახლა რა თქმა უნდა რუსული ენიდან თარგმნიან, ღმერთმა იცის ის რუსული ენაში რომელი ენიდან ითარგმნა და ანუ მეოთხე წყაროა უკვე და ეს ნამდვილად არ მაინტერესებს რუსულში რა ითარგმნება. მე ზუსტად ვიცი რომ დილმანს სიზუსტით აქვს ნათარგმნი და ძალიან სიზუსტით ვთარგმნე დილმანის თარგმანი ქართულში. ასე რომ მეგობრებო, ჩვენ გვაქვს ეხლა ის პორტალების, ანუ წარმოიდგინეთ, პორტალები არის წრეები რა და ეს ინფორმაციული ველებია, რომლებიც შემოედინება შენში. ზოგში ვერ შემოედინება მეგობრებო. კორონას დროს, რომელმა ადამიანებმა შიშს მიმართეს და იმის მაგივრად, რომ ზეციური ძალებიდან მომავალი ამ ხელა წყაროები მიიღოთ, თავი დაიღუპეს და მიმართეს იმ კორონას, რომელი კორონაც წრე არის მეგობრებო, რო იცოდეთ რა. კორონა არის ყველაზე დიდი პლანეტა. ყველაზე დიდი მზის გარე პლანეტა არის, რომელიც არის კორონათი შემოფარგლული. ეს არის დიდი ინფორმაციული ველების ველი. ტყუილად არ დაარქვეს მაგ ვირუს კორონა. რა დედიკო? ხო, დედიკო, ეხლა გავაკეთებ, აი გავაკეთებ იმებს, ხო? ბუტერბროდს. აქედან გამომდინარე, მეგობრებო, აქედან გამომდინარე, სად ვიყავი? გამაწყვეტინეს აზრი. ხო, დიდი კორონა, რომელიც ჩვენ წინასწარ ინფორმაციულად მოგვაწოდეს, რომ ახლა მოდის კორონას დრო, ეს არის ყველაზე შორი პლანეტა და ყველაზე დიდი პლანეტა, რომელიც არსებობს ამ სამყაროში. აი ამ კორონას ეს წრე გვაქვს გასავლელი. ეხლა რატო გვაქვს ეს კორონას ეს წრე გასავლელი, იცით მეგობრებო? ამ კორონას წრეში არის ინფორმაციული ველების მთელი დიდი, ანუ რა დასაბამიდან დღემდე გასულია 5000
არა 5000 არა უკვე ეს იყო პირველ საუკუნეში 5328 წელი და ახლა უკვე იქნება 7328 წელია გასული დასაბამიდან. დასაბამი არის როდესაც შეიქმნა ადამის შემდეგ დასაბამიდან. ეს არ არის ადამის წინ რა ცხოვრებები იყო, ეს არ ვიცით, მაგაზე არ არის საუბარი. დასაბამი ეწოდება იმ უშუალო მომენტს, რომელიც ადამის შექმნიდან იწყება. ადამის შექმნიდან გასულია 7328 წელი დაახლოებით რა. დაახლოებით ვიძახ, იმიტომ რომ ეს ჩვენ ქართლის ცხოვრებაში ქრონიკონის მიხედვით წერია. თუ რამდენი წელი იყო პირველ საუკუნეში გასული, როდესაც დასაბამიდან იყო ნათქვამი ჯვარცმამდე. ჯვარცმამდე 5500 წელი არის გასული. დასაბამიდან ჯვარცმამდე 5500 წელი არის გასული. ეხლა შეიძლება ანგარიში ცოტა შემეშალოს, ჯვარცმის დროს არის ქართლის ცხოვრებაში მოხსენიებული, რომ ჯვარცმა მოხდა 328 წელს მოხდა და არა პირველ საუკუნეში. ჯვარცმა მოხდა 328 წელს. ეს ქართლის ცხოვრების მიხედვით. რა თქმა უნდა, იმ წყაროების მიხედვით, რომელიც დღეს ვიცით, ჯვარცმა პირველ საუკუნეში მოხდა, თუმცა ეს ქართლის ცხოვრების მიხედვით არის მცდარი. იმიტომ რომ ქართლის ცხოვრებაში პირდაპირ წერია, რომ ტლხ-ს დროს მოხდა ეს ჯვარცმა. ტლხ-ს. ქრონიკონის მიხედვით ტლხ აისახება როგორც 328 წელი. აქედან გამომდინარე, მეგობრებო, თუ კი 328 წელს მოხდა ჯვარცმა და არა პირველ საუკუნეში, ჩვენი დროის ათვლა სულ სხვანაირად უნდა ამოყირავდეს. ანუ ჩვენ სულ სხვა დროში ვართ, ვიდრე ჩვენ გვეუბნებიან ამას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქართული კალენდარი, ჩვენი ქართული ანბანი დამწერლობა კალენდარი არის მზისა და მთვარის მიხედვით და უტყუარია, როგორც ენოქის წიგნის მიხედვით, მთვარე და მზე არ გადასულა გზას, ღვთის სიტყვას არ გადასულა, ყველა დანარჩენი პლანეტა ღვთის სიტყვას გადავიდა. იმის და მიუხედავად ქართული დამწერლობის მიხედვით ეს კალენდარი გააბათილეს და აიღეს გრიგორიანული თუ რაღაც სხვა მეფის მიერ დაწესებული რაღაც ჯანდაბა დროის გამოთვლა, რომელიც დღემდე ჩვენ გვამყოფეს სრულ დროში. და ახლა არის ის დრო, როდესაც ჩვენთან ხდება ყველა პორტალის დახურვა და ამ პორტალებში ვინც გავძვრებით, აი როგორი მომენტია, იცით, წარმოვიდგინე ჩასახვის მომენტი, როდესაც სპერმატოზოიდები ცდილობენ რომ შევიდნენ კვერც უჯრედთან მივიდნენ. სპერმატოზოიდების აი ეს მასა ვართ ჩვენ, რომელიც მივდივართ კვერც სინათლესთან. თუ კი სინათლესთან ვერ მოვახერხეთ შესვლა და იქ წინაღობები ვერ გადავლახეთ, თქვენ დარჩებით და დალპებით იმ გარდაიქმნებით მასაში, იმაში, რა ქვია, ცილებში გარდაიქმნებით. თუ კი მოახერხებთ შესვლას და ამ სინათლეში შესვლას მოახერხებთ, ტყუპები და შეიძლება რამდენიმე ათასეული ადამიანი დაიბადოს. აქედან გამომდინარე, მეგობრებო, თქვენ გაეცანით ძალიან კარგად იმ პროცესს, რომელიც არის ჩასახვის პროცესი. ჩასახვის პროცესს თუ გააცნობიერებთ, თქვენ გააცნობიერებთ სრულიად სამყაროს სისტემას როგორ მუშაობს და თუ კი თქვენ სრულიად სამყაროს სისტემას გააცნობიერებთ, მაშინ თქვენ ძალიან კარგად გეცოდინებათ რა უნდა გააკეთოთ. ერთადერთი თქვენ რა უნდა გააკეთოთ, ერთმანეთი კი არ იდაყვებით კი არ უნდა გააწიოთ და მოიშოროთ და ხელიკრათ. სპერმატოზოიდების მიზანი არის ის, რომ პირდაპირ წავიდეს იმ სინათლისკენ და რაც შეიძლება დიდი სისწრაფით რომ შეაღწიოს იმ სინათლეში, რასაც ქვია შემდეგ კვერცხუჯრედი, რომელი კვერცხუჯრედიდანაც შემდეგ განაყოფიერებები იწყება და შემდეგ წარმოიშვება ბანი. მე მგონი ბევრი ვილაპარაკე, ისევ და ისევ, ეხლა მე, კითხვებს ველოდები თქვენსას, ლალიმ დაწერა, რომ მეც ჟუანტელმა დამიარაო, ლალი, ძალიან მაგარი ინფორმაცია ჩამოიტვირთა, ეხლა ჩემთან ძალიან მაგარი ინფორმაციები იხსნება. მე პირადად გავდივარ ქრისტეს გზას. როგორც შინაგანად, ასტრალურში, ისე მენტალურში, ისე ფიზიკურში. ჩემთვის ძალიან საინტერესოა და მნიშვნელოვანი პროცესია თუ რას უზავენ ქრისტეს. ანუ ძალიან საინტერესო პროცესია ღმერთი აყენებს ყველა სისტემას იმ ვითარების წინაშე, რომელიც იყო პირველ საუკუნეში. ერთი-ერთში აყენებს. ერთადერთი განსხვავება რაც არის, აქ არის მხოლოდ ქრისტე იყო მამრი და ის ადამიანი, რომელიც ქრისტეს გზას გადის დღეს, არის მდედრი.
ჩემ შემთხვევაში ესია რა. მე არ ვიცი კიდე რამდენი ადამიანი გადის დღეს საქართველოში ქრისტეს გზას. მე ხო არ ვიცი. არსებობენ კიდევ არის, არის სხვადასხვა ადამიანები, ზოგი მამის სქესის, ზოგი მდედრის სქესის. ეს მათი ჯვარია, მათი იცით როგორ არის მართალი კაცის მდგომარეობა. ამიტომ ეწოდება ბოლო ჟამს ქრისტეს საძმოს ეწოდება ქრისტეს საძმო და არა ქრისტეს ჯგუფი ან ქრისტეს სექტა და ან კიდე ქრისტიანი მამა და ის ქრისტეს საძმო იმიტომ ეწოდება რომ ყველა გაივლის ქრისტეს გზას რომელიც ღირეულად და ძირეულად შეიხედავს იმ პროცესებში რაც ქრისტემ გაიარა და თქვენ არ გეგონოთ რომ ეს გზა იყო უბრალოდ იმისათვის რომ ქრისტე ერთხელ ეცვა ჯვარს და აი ეს მოხდა და ეს გადაგვარჩენს ჩვენ არ გადაგვარჩენს ქრისტეს ჯვარცმა მეგობრებო მხოლოდ ჩვენც უნდა გავიაროთ ქრისტეს გზა ჯვარცმამდე და მე მამაზეციერი გადაწყვიტავს ჩვენ ჯვარს ვეცმებით თუ არ ვეცმებით ქრისტესავით მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა მივიდეთ ქრისტეს გოლგოთას მთამდე და იქ დაგვაყენებენ. როდესაც იქ დავდგებით მეგობრებო, აი ეს ქრისტეს საძმო, ხო, რომელიც გაივლის ქრისტეს გზას, სამართლიანობის დასაცავად და იმ ხალხის გასაკრიტიკებლად და სამხელად, ვისაც ამხელდა ქრისტე ვისაც პირდაპირ მიდიოდა და უშიშრად ამხელდა რაბებს დიდი ძალა იყო წარმოიდგინეთ დღეს რომ შეებრძოლო სულს ან უშიშროებას აი ესეთი ძალა იყო რაბები მაშინ და დღესაც ასია მეგობრებო ჩვენი საპატრიარქო სუსისა და უშიშროების და მეთვალყურეობის ქვეშ არის დააკვირდით უბრალოდ დადექით იქ შესასვლელში და ნახავთ რამდენი სუსის მანქანა შევა და გავა ერთი დღის განმავლობაში ამ საპატრიარქოში თუმცა ჩემნაირი ადამიანი ერთ თითსაც ვერ შეატევს იმ საპატრიარქოს უკან. მაგრამ უშიშროება შედის და გადის თავისი შავი მინიანი მანქანებით და თავისი რუსული ნომრებით. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ ვინ ვის მე წავიკითხავთ ამონა ერთი წუთით ვინ ვის როგორ მოექცევა ეს ღვთის გადასაწყვეტია მეგობრებო ერთადერთი შენი გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში ჩემი გადაწყვეტილება ვინც ქრისტეს გზას გადის არის ის რომ ხარ თუ არა მართლა წამსვლელი ყველაფერზე სამართლიანობის გამო მაგალითად ხარ თუ არა წამსვლელი იმაზე რომ ნუ შეგეშინდება შენი სხეულის დათმობის ნუ შეგეშინდება შენი ოჯახის დათმობის ნუ შეგეშინდება შენი ყველაფრის რაც კი გაგაჩნია დათმობის წახვალ თუ არა ქრისტეს გზაზე ამაში იცდები შენ და მე და თუ კი ეს გზა გასავლელი მაქვს და მე ჩემი სურვილით გამოვთქვი ქრისტეს ვთხოვე რომ ეს გზა გამეარა რომ გამეგო მისი გზა ამ გზაზე მატარებს მეგობრებო ამიტომ მე ძირითადად ან როგორც დამკვირვებელი ვაკვირდები ჩემს თავს მესამე პირიდან რომ აი რას გარემო როგორ ექცევა ადამიანს რომელიც სიმართლისთვის იბრძვის ამ შემთხვევაში ჩემი ამბიციები ჩემი ყველანაირი შიშები და წარმოდგენები ამ სამყაროზე გადადებული მაქვს გვერდზე და სრულიად მივყვები იმ გზას რომელიც არის ქრისტეს გზა ქრისტეს გზა მეგობრებო თქვენ ძალიან კარგად იცით სანამ გოლგოთაზე მივა ყავთ პატიმრობაში, ყავთ ცემაში, ყავთ გასაჭირში, ყავთ აფურთხებენ კიდევაც, სილსაც წამებენ კიდევაც, პროვოკატორსაც უწოდებენ, ეშმაკისეულსაც უწოდებენ და რა ვიცი, ყველაფერს უწოდებენ, რაც არ არის, მაგრამ რაც არის, იმას ვერ ხედავ. აი ეს გზა მეგობრებო არის გასავლელი თითოეული თქვენგანისგან, რომელსაც ეხლა მე პირადად გავდივარ ჩემს ტყავზე და ძალიან საინტერესო გზა არის და მე თუ მკითხავთ ძალიან სახალისოც არის, იმიტომ რომ ისეთ რაღაცებს ვაფიქსირებ, რომ აი ყველა მოდი და ენდე ეხლა ამას ყველი ვიყიდე გუშინ და უკვე ის არის დაობებულია. აი ამ ადამიანებს ეხლა ვინც ამას აკეთებს, ხო? ნუ მოეკითხოთ რა, ეს ყველი გადასაყრელი. მოეკითხოთ ღმერთისგან, ამინ ამენით რა, დედასფიცა ვარ, უკვე ქრისტე აი იწყევლებოდა კიდევაც როცა საჭირო გახდა და ლეღვის ხი ხო დაწყევლა და აი ლეღვის ხის მსგავსად მე დავწყევლი ახლა ყველა იმ ადამიანს რომელიც ვერ ხვდება და ვერ აანალიზებს რა დროებში არის რა გიორგი სამი წერტილი რას ნიშნავს არ ვიცი რამხელა ინფორმაციას გვიხსნისო ამბობს თამარა ხო ბევრ ამას ვერ ხვდები თამარ დაბნეული ვარ თუმცა რაღაც ცვლილებებში ვარ თამუნა თამარი
ხო, ну ახლა ეს გამოსაფხიზლებელია, იმიტომ რომ ძირითადად ვინც ქრისტეს გზაზე დადის, ის უკვე ძალიან ფხიზელია და ვინც ჯერ კიდევ ქრისტეს ვერ ხედავს, ის ძალიან მძინარეა. და ვინც ახლა ფხიზლდება, ის უკვე იწყებს ქრისტეს გაცნობას, ჭეშმარიტი ქრისტეს გაცნობას და არა იმ ანტიქრისტეს გაცნობას, რომელსაც დღემდე გვასწავლიდნენ, ვითომ ქრისტე და ვითომ ყოვზით რომ გვიტენიდნენ პირში რაღაცას. არ შეიძლება მეგობრებო, მე-12 საუკუნეში, ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში თამარ მეფის დროს ქრისტეს ანუ სახეუცვლელი ზიარება იყო და ეს იყო ზიარება ესეთი რომ პური იდო მაგიდაზე და ღვინო მიდიოდი და წირვის შემდეგ ამ პურს შენ თვითონვე ტეხდი აწობდი ღვინოში და ჭამდი ეს იყო ზიარების მიღება დღეს მეგობრებო არანაირი კოუზი არ ჩაუთხრია პირში თავისი მოწამეებისთვის და ამაზე ერთ-ერთი ჩემი თეოლოგი ვითომ ფსიქოლოგი გაბრაზდა რომ რას ქვიაო ჩაუთხრიაო როგორ ლაპარაკობთ ჩაუთხრია დიახ პირში გითხრიან კოუზებს სხვა სიტყვა ამას არ შეეფერება ამ სიტყვას შეეფერება ზუსტად ის რომ ქრისტეს სიტყვა აიღეს შეცვალეს და კოუზი დააწესეს იმათ რომ ყველას პირში ჩაუთხარონ ეს კოუზი არ შეიძლებაო არც არანაირი ჭურჭლის გამოყენება არანაირი სხვა რაღაცა ნივთის გამოყენება საზიაროთ არ შეიძლება ერთადერთი შეიძლება ის რომ ღვინოში ესხას თასში ესხას ღვინო და პური იდოს მაგიდაზე აი ამას მიიღეთ და ეზიარეთო რო ეუბნება ქრისტე ჩემს სისხლს და ხორცსო ხდება ისე რომ ყველა თავისი ხელით იღებს პურს აწობს ღვინოში და ჭამს აი ეს არის ქრისტეს ზიარება მეგობრებო დანარჩენი ზიარება არის სატანური და ანტიქრისტიანული საერთოდ არაფერი არ გამაჩნია და გამოდის რომ ქრისტეს გზაზე ვარ არც საბანკო ანგარიში სახლი არც კარი საერთოდ არაფერი არა ეგ არ ნიშნავს რომ ქრისტეს გზაზე ხარ თუ შენ არაფერი არ გაგაჩნია შენ ხარ უბრალოდ თავისუფალ მდგომარეობაში მაგრამ ქრისტეს გზა არ არის მხოლოდ ის რომ აი მე არ გამაჩნია არაფერი ქრისტეს გზა არის რომ სამართლიანად ამხილო ყველა ის სისტემა და არ შეგეშინდეს ყველა ის სისტემა რომელშიც უსამართლობას ხედავ სამართლიანად ამხილო ხმამაღლა ეს არის ქრისტეს გზა და თუ კი შენ მოგელის ამ სისტემების მიერ გაცემა გალანძღვა ფურთხება და ასე შემდეგ არც მაგის უნდა შეგეშინდეს ქრისტეს გზა არის ეს საბოლოოდ რომელიც მიგიყვანს ჯვარცმამდე და მე ვნახავთ მე რა მოხდება ჯვარზე რომ ვიდგებით იქ ქრისტეს კიდევ აცოვენ ჯვარს თუ არა გავლენ თუ არა პორტაჟი ეს თავიანთი გადასაწყვეტია ქრისტე პრინციპში გვასწავლის ჩვენ თავის გათავისუფლებას ამას სოფლისა ხიბლებისაგან. ამას სოფლისა ხიბლები არის ის რომ აი გაღიარონ, აი ის გააკეთონ რომ შენ მეფედ დაგვსვან, აგე ის შენ გაღიარონ რომ მაგარი ხარ და შენ სამართლიანი ხარ. ეგ არ არის ქრისტეს გზა. ქრისტეს გზა არის ის რომ შენ ბოლომდე მიხვიდე იმ ჯვარცმამდე და საბოლოო ჯამში შემდეგ მამას შეუერთდე. ეს არის ქრისტეს გზა. შენთვის არ არის მნიშვნელოვანი ამ დედამიწაზე დამკვიდრდება თუ არა სამართალი, აგ ბოროტი დამარცხდება თუ არა ქრისტეს გზა. ქრისტეს ინტერესი ეს არ იყო. ქრისტეს ინტერესი იყო ჩვენთვის მოეტანა სინათლე თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ იმისათვის რომ გავთავისუფლდეთ ამას სოფლისა დამოკიდებულებებისაგან, თუნდაც ფიზიკური ველისაგან, თუნდაც მენტალური ველისაგან, რომელიც გვიჭერს ამ სივრცეში რა. შენი შოთიკო სადაა? შოთიკო ვინ არის? შენ? ჩემი შოთიკო სადაა? მე ვიცი სადაც არის, მაგრამ ჯერ არ ფხიზლდება და რა ვქნა, ჯერ ელოდება 300 წელს, რომ 300 წლის მერე მოხდებაო და ბოდიშით რა აწყოში ვცხოვრობთ და ქრისტე გვეუბნება რომ აწყოში უნდა ვიცხოვროთ. აწყოში 300 წლის მერე არ უნდა დაველოდოთ. ეხლა ხდება, ეხლა არის ის. ნუ თვალნათლივ ხედავ ეხლა რა თქმა უნდა მაგას ლაპარაკი, მაგრამ ის ადამიანი რომელსაც ჯერ თავის პასუხისმგებლობის აღების ეშინია სრულიად ზეციური სამყაროს მიერ, აი ეს ადამიანი ჯერ იძახის რომ აი 300 წელი კიდე მაცადე, მაგრამ არ გამოვა ეგრე რა. ამიტომ ყველა ერთი კოუზის რომ აზიარებენ და გაწმენდნენ პირს რაღაც ამას რძენი და უკომფორტო წესებით, ხო? ხო, ანუშკა ეგრე ხო, გისმენ. დედიკო, ეს ყველი არის აღმოჩნდა ძალიან ცუდი, გაფუჭებული აღმოჩნდა. ეხლა უნდა გადავაგდოთ ეს ყველი. და ამიტომ გავაკეთებ მარტო ამეების ბუტერბროდს, ხო? ეს როგორ გაფუჭებული? აი, დაობებული იყო დედიკო, დაობებული. დედა და ფულის გამო ყველაფერს წამლავენ დედიკო, ყველაფერს. Und der Donner auf 11. Gehen jetzt.
მადონა წერს პურს რომ ღვინოში ჩავაწობთ მიცვალებულების მოხსენიებისას ალბათ კავშირშია რა თქმა უნდა კავშირშია კი რა დიკო რა მითხარი ხლა რა მითხარი the triggers of chain und the dinner of elf. ხო ჩვენ უნდა წავიდეთ 11 საათზე დედიკო 11-თან რომ მივა ხო ხო ერთი გინდა ეს უჭამო ხო ხელები დაიბანე ხო რა თქმა უნდა კავშირშია და ეს შემორჩენილია ჩვენი წინაპრების მიერ პირდაპირ იმ წესებით რომელიც წესებითაც ქრისტე აზიარებდა თავის საძმოს ხო ნუ ახლა ვის თავი ყველას თავისი ნება აქვს კაცო გაივლის ამ პორტალს თუ ვერ გაივლის ეგ ჩემი გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის მე ჩემი გადასაწყვეტი ის არის რომ მე როგორ გავივლი ამ პორტალს ქრისტეს გზით აი შევძლებ თუ არა ქრისტეს გზაზე სიარულს ნუ ამ საკითხებთან ახლა რაც ამ ბოლო დღეებში მოხდა 5 დღის განმავლობაში პირდაპირ მაგ პორტალს მიხსნის რომ ახლა უკვე დაწყებული არის ახლა დაწყებულია ის როდესაც ქრისტე შედის უკვე იერუსალიმში და პირდაპირ მღვდლებს ამ ხელს პირდაპირ გადმოანგრევს იქაურობას და ანუ აიყო ლალი ვერ გავიგე რა წერ დაგილოცოს უფალმა ბალღი მადლობა ზურა რა საყვარელი ბიჭია ხო ძალიან საყვარლები არიან ჩემი პასკუნტუნები ხო ეხლა რა სყობოდი ხო Schleim habe ich gesagt. მოკლედ ესეთი ამბებია მეგობრებო უკვე ქრისტეს რომ დასდევენ დასაჭერად აი ეგ მომენტია რა პილატესთან რო წარდგება და ასე შემდეგ მე ძალიან დიდი ინტერესით მოველი ამ დროს ძალიან დიდი ინტერესით და აი თქვენ წარმოიდგინეთ რომ იმ ადამიანისთვის რომელიც თვითონ ეძებს ქრისტეს გზას და თვითონ აი ვიღაცა მითხრა ხო საინტერესო არის ერთ-ერთმა მითხრა რომ ჩემი აზრითო ქრისტეს გზაზე სიარული ამპარტავნება არისო ნუ რას უკაცრავად თქვენ მაგ ამპარტავნებაში ჩარჩებით თქვენს პორტალში იმიტომ რომ ყველას ქრისტეს გზა გასავლელი თუ უნდა რომ გაიაროს ის პორტალი რომელიც პორტალის გასავლელია ახლა და ამჟამად ბოლო ჟამის დროს და თუ ჯერ კიდევ არ იდებ თავს ქრისტეს გზას, მაშინ ან გეშინია, ან ხიბლში ხარ, ან შეცდომაში ხარ და ან კიდე რა ვიცი რაში. ხო და ის რომ ვასოფელო რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რაზნე გჭირს, აწიეცემა პასუხი რომ ამისათვის გვაბრუნებს სოფელი, რომ ჩვენ გავიაროთ ეს პორტალი. დიდი ხანია ეს საეკლესიო წესები არა ამქვეყნიური და არა ქრისტიანულია და რომ არავინა შეცვალოს ეს ყველაფერი არის როგორ არ არის ანუშკა ამაზე მთელი წმინდანები არსებობენ რომლებიც დროთა განმავლობაში წმენდნენ და ცვლიდნენ და ჩვენამდე მოჰქონდათ ის ინფორმაციები რასაც ისინი მალავდნენ ასეთი არის იოანე ზოსიმე ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელი ამ ენის ჩვენამდე მოღწევისა და კიდე სხვადასხვა წმინდანები ყველა ხო რა საყვარელად ლაპარაკობს გერმანულად ხო სამწუხაროდ ჯერჯერობით სამწუხაროდ ვიდრე გერმანულ ბაღში დამყავს და გერმანულ სკოლაში გერმანულად უფრო კარგად საუბრობენ ვიდრე ქართულად ჯერ ქართულში არ აქვს ძალიან ბევრი პრაქტიკა როგორც გერმანულში მაგრამ რა თქმა უნდა ქართულშიც აქვს და ქართულიც ესმით და ქართულსაც ლაპარაკობენ ეხლა რამდენი ბუტერბროდი გამომივიდა 2-3 და წავიდეთ ხო კიდევ კითხვები ხომ არ გაქვთ ამის თავსახური არის თუ არ არის ნუ მე რაც შემიძლია მყვირი ვარ ვლაპარაკობ გაწვდით ინფორმაციას რაც შემიძლია მეგობრებო როგორც შევძელი და როგორც მე მოვახერხე ის რომ თქვენ მოგაწოდოთ ეს ინფორმაციები თავიდან მე გაუგებრობაში ვიყავი სანამ გავარკვევდი რა ხდება და რატომ ხდება ეს ჩემს თავს ძალიან დიდი წლები დამჭირდა იმისათვის რომ მე გამეგო რა ხდება საერთოდ და მადლობა უფალს რომ მე ეს ინფორმაციები მომაწოდა და გამაგებინა
იყო რუსი ქმარი, იყო ოსი, ახლა გერმანელი? რუსი ქმარი იყო ოსი. ვერ გავიგე. იყო რუსი ქმარი. ხო, ну, ჩემს ისა, გიორგი, როგორც ჩანს, გაინტერესებს ეს საკითხები. ჩემს იმებს თუ გადახედავ, ეხლა აქ ჩემი მობილური არ მაქვს, იმაში მაქვს სკრინშოტები, თორე ჩაგიგდები აქაც. ჩემს ლაივებს თუ გადახედავ და ლიკვიდი დოგმა თამარის ლაივში თუ ჩაიხედავ იქ თამარის ლაივში, ნახავ რომ იქ არის თამარ მეფეზეც შედარება თუ როგორ ედრება ჩემი ცხოვრება თამარ მეფის ცხოვრებას რა, რომ ერთ-ერთი ედრება. ეხლა როგორ გითხრათ, ჩემი პირველი შეყვარებული და რა ვიცი რაღაცა კოშმარი გიორგი რუსის კოპიოა და მეორე კიდე ის რომ ჩემი ქმარი გერმანელია, უნდა გადაიკითხოთ აქ ისტორია, ვინები არიან გერმანელები. გერმანელები არიან ალანები, მეგობრებო, და ალანები კიდე არიან ოსები. ოსები იყვნენ ალანები. დღევანდელი ოსებს ვისაც უწოდებდნენ, ეგენი არ იყვნენ ოსები. ალანები იყვნენ ოსეთის ტერიტორიაზე და შემდეგ ისინი წავიდნენ, გაიხიზნენ და სად გაიხიზნენ? გერმანიაში, ბავარიის ტერიტორიაზე. ბავარიის ტერიტორიაზე კიდე ჩემი მეუღლე მოდის იქიდან და არის ალანის სისხლის წარმომადგენელი, როგორც ყავდა თამარს თავისი მეუღლე და ჩემი მეუღლე და დავით სოსლანი არიან კოპიოები. მოკლედ, ერთი სიტყვით, როგორც თამარმა, ისე მე გავაჩინე ბავში 31 წლის ასაკში პირველი ბავში და მეორე ბავში 32 წლის ასაკში. აი ძალიან ბევრი რაღაცა ემთხვევა. ის განა მარტო ის რომ ჩვენ გენეტიკურად ერთმანეთს გავართ და ხალები გამოხატული გვაქვს ზუსტად ერთი და იგივე მიმართულებით, ერთი და იგივე გვერდზე, ერთი და იგივე ადგილზე, სახეზე და ყელზე. კიდევ რამდენი დამთხვევა არის ჩემსა და თამარ შორის, ის რომ სახელიც ემთხვევა და დაბადების დროსაც ექიმმა თქვა რომ თამარ მეფე დაიბადაო და ეხლა ვიღაცას გული არ გაუსწრეს, თამარ მეფე გონია თავიო. მეგობრებო, თამარ მეფემდე კიდე ბევრი გზაა გასავლელი რა. მეფობამდე კიდე ბევრი გზაა გასავლელი, მაგრამ თამარს რა გზაც ქონდა გავლილი, აი იმ გზას გავდივარ ზუსტად რა. და რაც შეეხება იმას, რომ ეხლა რუსთაველი სად არის, ის სად არის, ზოგიერთებს ვიცნობ უკვე და ზოგიერთებს კიდე ეშინიათ ამ საკითხის შეხება, იმიტომ რომ სიგიჟეს მიაწერეს და გონიათ რომ ეს სიგიჟეა და სქიზოფრენიაა და ვიღაცას ისა ნაპოლეონი გონია თავიო და დავახუროთ ნაპოლეონის ქუდიო და საგიჟეში ხალხია შესული რომ ნაპოლეონი გონია თავიო. ეს ტყუილად არ ხდება, მეგობრებო. ეს იმიტომ ხდება რომ პორტალი გაიაროს კაცობრიობამ რა. თქვენ გონიათ ეხლა რომ თამარ მეფე 100%-ით ჩამოტვირთულია ამ დედამიწაზე, არ არის 100%-ით ჯერ ჩამოტვირთული. თამარ მეფე როგორც არქეტიპი, ისევე როგორც ნაპოლეონი როგორც არქეტიპი, ხომ? ისევე როგორც ყველა ის არქეტიპები, რომლებიც ბერძნულ მითოლოგიაში არის მოხსენებული, ესენი არიან არქეტიპები. ესენი სამყაროს ნაწილები არიან, რომლებიც ზოგიერთში ხან ჩამოიტვირთებიან, ხან არა. ზოგიერთში ნაწილობრივ ჩამოიტვირთებიან და იმის სხეულს, ანუ იმის ფიზიკურ ველს უყურებენ, ეს ადამიანი უძლებს თუ არა იმ ინფორმაციურ ველს, რომელიც მასში იტვირთება. თუ ადამიანი ვერ უძლებს იმ ინფორმაციულ ველს, მაშინ ის როგორც უკვე გითხარით, ხდება საგიჟეთში. საგიჟეთში მოხვედრა იმას ნიშნავს, რომ შენი ფიზიკური ველი ვერ აკავშირებს ასტრალური ველიდან ჩამოტვირთულ ინფორმაციებს ადეკვატურად. თუ კი შენი ფიზიკური ველი უძლებს ზეციური ველიდან, ასტრალური ველიდან ჩამოტვირთულ ინფორმაციებს ადეკვატურად, მაშინ შენ არ დაგჭირდება არც დამაწყნარებლების მიღება, არც საგიჟეთში მოხვედრა, არც რაღაცა სისულელების გავლა და არც ის რომ ხელი მოიშურონ შენზე გიჟიაო, გესმით? თქვენ ამ შემთხვევაში სალოსობაც არ დაგჭირდებათ. თქვენ ამ შემთხვევაში როგორც სიტყვიერად ისე მოგდით თქვენ ზეციდან ინფორმაცია და იღებთ ამ ინფორმაციას და თქვენში ამუშავებთ, ისე შეძლებთ თქვენი ინფორმაციული ველის გარეთ გასვლას. აქედან გამომდინარე, იმ ადამიანში, რომელშიც ყველაზე ადეკვატურად იღებს ის არქეტიპი თამარი მაგალითად, ხო? სათავეს და იტვირთება და სამყარო ხედავს რომ ეს ადამიანი უძლებს ამ ინფორმაციებს, მაშინ მასში ჩამოიტვირთება სრული რაოდენობით ეს ინფორმაციული ველი. ინფორმაციული ველი არის სულთან კავშირი, მეგობრებო, სხვა კი არაფერი გონიათ სული. სულზე ეუბნება ქრისტე მაგდალინეს ყველა მაგდალინეს არა, ამას სხვა იოანეს ეუბნება, მე მგონი. ყველა ადამიანი სულთან კავშირში არ არის, ყველა ადამიანს არ აქვს სული მოხვეჭილიო, ეუბნება ქრისტე რა. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ კი ადამიანს სული აქვს მოხვეჭილიო, ის ცხონდებაო.
ის უკვე ცხონებულიაო და რას ნიშნავს სულთან კავშირი? სულთან კავშირი ნიშნავს ის, რომ შენში ჩამოსული ინფორმაციული ველი მიიღო, გაითავისო და შემდეგ სხვებს გადასცე. თუ ეს დარღვეულია ეს პროცესი, ხო? მაშინ შენ სადღაცა გაჭედილი ხარ პორტალებში, გესმის? და თუ შენ სუფთა ხარ პორტალებში, ამიტომ უნდა იყოს შენი სხეული გაწმენდილი, რომ ინფორმაცია სწორად გადაამუშავოს. თუ შენ სხეულში არის ძალიან ბევრი ჯოჯო შესული, თუნდაც ხორცის სახით, აი ამ ხორცის სახით, და თუნდაც ნებისმიერი, აი რა ვიცი, აი აქ მოწამლული საჭმელის სახით, მაშინ შენი შემოსული ინფორმაციული ველი შენს სხეულს ანგრევს, ვერ უძლებს, ფლითავს. ამიტომ დღესდღეობით ძალიან ბევრი არის გულსისხლძართა სისტემით დაავადებული და ნერვიული სისტემით დაავადებული. ამიტომ ძალიან ბევრი მედიკამენტია გამოგონებული იმისათვის, რომ ეს ინფორმაციული ველის მიღება შეწყვიტონ. იმიტომ რომ ეს ადამიანი ვერ უძლებს ამ ინფორმაციული ველის მიღებას. ძალიან საჭირო და ჩემთვის პირადად ამ ეტაპზე სასარგებლო ინფორმაცია მივიღე. მადლობა თამარ. ახლა ჩვენზეა დამოკიდებული. დიახ თამუნა, აი ეს არის. და რომელი ადამიანი შეძლებს რომ ქრისტეს მიემსგავსოს და ქრისტესნიერად გააქტიუროს ის ინფორმაციული ზეციური წყარო, რომელიც ქრისტემ ჩამოტვირთა და რომელშიც ჩამოიტვირთა, ქრისტეში რომ ჩამოიტვირთა, ხო? მამაზეციერის სულიწმინდის სახით. მამაზეციერის ინფორმაცია სულიწმინდის სახით. აი ამაშიც უნდა დავემსგავსოთ ქრისტეს, მეგობრებო, ეს არანაირი ამპარტავნება არ არის, არამედ მოთხოვნილებაა. ეს არის პირობა იმისათვის, რომ შენ შეძლო სასუფეველში შესვლა. თუ შენ სასუფეველში არ გინდა შესვლა, ეს სხვა საკითხია. ზოგიერთ ადამიანს გადაწყვეტილი აქვს, რომ სასუფეველში არ უნდა შესვლა. მას უნდა რომ ჯოჯოშეთში დარჩეს და სადღაცა ჯურღმულებში ჩაძვრეს იქ დედამიწის შუაგულში, სადაც ტიამატა ეგულება, გესმის? დედამიწის შუაგულში ტიამატა მიიღებს. როგორც ტოტ ატლანტს აქვს ჩვენთვის ნათქვამი, რომ აი, როდესაც მოადგებით ამ მთას, შემდეგ უნდა თქვათ ზურადუმ, ზარაბაბელ, რაღაცა სიტყვები უნდა თქვათ და შემდეგ მიგიღებენ და თუ ამ დროსაც ვერ მიგიღებენ, მერე უნდა უთხრათ ეს სიტყვები და მერე უკვე გაგიღებენ და ეცოდინებათ რომ ჩემიანი ხარ. მე მინდა გითხრათ, რომ ადამიანი, რომელიც მიწაში ჩაძრომას ცდილობს და იმის იმედით არის, რომ მიწაში ჩაძრება და ის გადარჩება, ამას ეწოდება ჯოჯო, სხვაც კი არაფერს. ჯოჯოები მიწაში ძრებიან. და ადამიანი, რომელიც ზეცისკენ იყურება და მამა ზეციერისკენ ქრისტეს სიტყვებით და ქრისტეს სიტყვებს შეიცნობს, მას ეწოდება ზეციური იერარქი. თქვენ რა გონიათ, რომ ზეციური იერარქები ადამიანები არ იყვნენ? მიხაელიც და გაბრიელიც მთავარანგელოზები ადამიანები იყვნენ, ჩვეულებრივი, რომლებმაც მოიპოვეს შემდეგ მთავარანგელოზობა. გესმით? ზეციური იერარქების უზენაესობა მოიპოვეს, თუმცა მათზე უზენაესი კიდე თეთრი გიორგია. და თეთრი გიორგზე უზენაესი კიდე ქრისტია. ნუ მოკლედ ერთმანეთზე არის ყველაფერი აწყობილი რა. ესე მეგობრებო, ესე კიდე ერთი გადამრჩა და ამას ეხლა მე შევჭამ, აღარ არის საჭირო. მე მგონი მოვჭი ჩემს speech-ს, ჩემს საუბარს, ეხლა უკვე ამიტომაა რომ არ ესმის სოფელს შენი ყველა არ აქვს იმ ინფორმაციის მიღების უნარი. არ აქვს, ხო მე მესმის მათი რომ არ აქვს, მაგრამ მე ვცდილობ, იმიტომ რომ ეს არის ჩემი დავალება. მე ვახსოფელო რა შეგანხარ, რას მაბრუნებ, რაზე გჭირსა, ეს ფრაზა მე ძალიან ხშირად მიტრიალებს. რას გვაბრუნებ, რაზე გჭირსა, რა გინდა რო გითხრა. მე ძალიან ადრე დავიწყე ამაზე ფიქრი და ძალიან ადრე მომეცა პასუხებიც. ამაზე ფიქრი კაცობრიობის 99% ჯერ არ დაუწყია. არამც თუ ამაზე მუშაობა დაიწყოს, ფიქრიც არ დაუწყია ჯერ კიდევ და ფიქრი არის ყველაზე პირველი ნაბიჯი, რომელიც გაძლევს იმის საშუალებას, რომ შეხვიდე იმ ველში, რომელი ველიც ჩვენთვის დაფარულია. ფარდა აეხსნაო, რაზეა საუბარი ვეფხისტყაოსანში, რას აეხსნა ფარდა? რა, გავწიოთ ფარდა. რას აეხსნა? დამალულ რამეს? ცნობიერს აეხსნა ფარდა. გესმის და
აქედან გამომდინარე, შენ თუ შეიცნობ შენ თავს, რა არის სული, რას ლაპარაკობს ქრისტე, ქრისტეს ვერ შეიცნობ, მეგობრებო, თუ კი მარტო ამ მღვდლებზე დაეყრდნები. მე რომ 5 წელი ეკლესიაში დავდიოდი და ვერაფერს ვერ ვიგებდი, რა უნდათ ხალხო, ქრისტესზე საუბრობენ, ქრისტესი ცხოვრებით არ ცხოვრობენ. ეს როგორი ქრისტიანობა, სულ ყოველთვის ქონდა ეს პროცესი. მე რომ ფიქრობდი, აი ამ პარტავნებაში ვარ, იმაში ვარ, ჩემ თავს ვადანაშაულებდი, რომ აი ეს როგორი ფიქრე მღვდელზე და რა მღვდელზე თურმე სადა ბანაობ ხალხო. სახარება არ ვიცი ღმერთმა ამის რამდენჯერ მაქვს სახარება წაკითხული და ერთ დღესაც რომ წავიკითხე სახარება ყველაფერი თვალნათლივ გავიგე და მე მივხვდი რაშიც არის საქმე და დავიწყე ზუსტად ქრისტეს ცხოვრებით ცხოვრება. აქედან გამომდინარე ადვილი არ არის, მაგრამ მართალი კაცის ცხოვრებაა რა. მადლობა თამარ, ძალიან საჭირო ინფორმაცია მოვისმინე, ამბობს თავრიკო ლიპარტენიანი. მადლობა თავრიკო, თქვენც ასევე ძალიან მიხარია რომ თქვენ უკვე ამ დონეზე გაქვთ თვალი გახსნილი რომ ხვდებით ამ ყველაფერს. თუმცა ვიღაცეებს ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ზღაპრად ეჩვენებათ, რაღაცა მოვლენებათ, მაგრამ ვერ ხედავენ რომ თავზე ემხობათ. ცა და ამასაც დაანახებს ღმერთი. ყველაზე გვიან საქართველოში მოვა. ყველაზე გვიან საქართველოს მოაკითხავს. იმიტომ რომ საქართველო არის ის ადგილი, სადაც შეიძლება ჯერ კიდევ სამყარომ გადაარჩინოს, სამყარო გადაარჩინოს. აქაურმა ხალხმა, გონზე მოსულ ხალხმა. ამიტომ გარშემო დაიწყო ყველაფრის დანგრევა, რომ საქართველოში მყოფი აზრზე მოვიდეს. ყველაზე დიდი ქაჯეთი საქართველოშია. რომ იცი დედამიწის გარშემო ყველაზე დიდი ცნობიერი ქაჯეთი არის საქართველოში. ფიზიკური ქაჯეთი უკვე გამოვლენილია საქართველოს საზღვრებს გარეთ, რომელიც ზოგი წყალდიდობით, ზოგი ვულკანის ამოფრქვევით, ზოგი ომებით, ზოგი რეებით აღარ ხდება, მაგრამ ასტრალური და მენტალური ქაჯეთი საქართველოშია ჯერ კიდევ. ნესტან დარეჯანი საქართველოშია. და ნესტან დარეჯანზეა დამოკიდებული, როგორ იხსნიან ფრიდონი, ავთანდილი და ტარიელი ნესტან დარეჯანს. და თინათინი კიდე მათ შორის. ხო და ასე რომ ჩემო კარგებო, მე ბევრს ვერაფერს ვერ გეტყვით დღეს როგორ განიხილება ვეფხისტყაოსანი, მაგრამ მე ვიცი როგორ განიხილებოდა მე-12 საუკუნეში ვეფხისტყაოსანი. ეს ჩემ შინაგანში დევს და შინაგანიდან გადმოდის პირდაპირ როგორც წყარო, დანარჩენი ყველა იმ ადამიანის ნაგულისხმევიდან, ალაპარაკებიდან, ნაფიქრი, რომელიც ვეფხისტყაოსანს განიხილავს, არ ვიცი იმ დროიდან არიან თუ არა, მაგრამ თუ იმ დროიდან არიან, ყველა შემთხვევაში ჩემზე უნდა მოექციათ ყურადღება და ეთქვათ, რომ ეს ადამიანი მეცნობა. თუ მე მათ არ ვეცნობი, მაშინ ისინი მე-12 საუკუნიდან არ არიან მეგობრებო. ისინი არიან უბრალოდ ქაჯები, რომლებიც ცდილობენ უბრალოდ პოპულარობა მოიპოვონ ვეფხისტყაოსნის წიგნით. ახლა დაგემშვიდობებით, ჩემო კარგებო, იფიქრეთ ამაზე და ნუ გაგიკვირდებათ ის საქციელები, რაც შეიძლება ეხლა მე დამატყდეს თავს. ასევე იყო ქრისტესი, რომ მიმდევრები, ვინც ყავდა და ვინც მოწაფე იყო მისი ყველაზე ახლო, ვერ იგებდა თუ რატო იკლავს ეს ადამიანი თავს, რა? რატო მიდის ამ მდგომარეობაში, რატო იგდებს თავს იმ მდგომარეობაში, რომ ამ ხელა სისტემებს შეებრძოლოს. მაგრამ მინდა რომ გითხრათ, რომ მაშინ თუ ვერ გაიგო და დღესაც თუ ვერ გაიგებს, მაშინ საერთოდ ვეღარას დროში ვეღარ გაიგებს რა. ვეფხისტყაოსანი არ არის უბრალოდ დაწერილი, მასში არის დიდი ფილოსოფია, რომელიც განიხილებოდა იმ დროინდელ საქართველოში. დიდი ფილოსოფია არის, როგორც სპარსული, ისე ქართული და ისე ყველა დროის ფილოსოფია არის ჩაწერილი მასში და წესით პირველად საქართველოს უნდა გამოვიდა. არა, ლაზარე, არა, სწორედ ეგ არის, რომ ლაზარე იღვიძებს მე-4 დღეს. რამდენი მე-4 დღეს თუ რომელ დღეს? არა, მე-10 დღეს, ხო? 10 დღე მკვდარი არის. ეგ არ არის ის, რომ ლაზარემ იცის, რომ გამოგვიძება შეიძლება. ლაზარე იღვიძებს მაშინ, როდესაც ქრისტე ეტყვის, რომ ადექიო ეხლა რა. მაშინ იღვიძებს. თუ ლაზარეს ქრისტე არ ეტყოდა, რომ ადექი, ლაზარე ვერ გამოიღვიძებდა. მიუხედავად იმისა, რომ ამის უნარი როგორც ჩანს გააჩნდა. ანუ გააჩნდა იმის უნარი, რომ არ დამორჩილებოდა გვამს და არ დამორჩილებოდა სიკვდილს, რასაც ასწავლის ქრისტე მაგდალინელს. როდესაც მაგდალინელი ეკითხება რა, რომ როგორ უნდა ვიცხოვროთ, რომ ის რამდენიმე 7 საიდუმლოს გაანდობს. 7 საიდუმლოდან ეს 2 ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ნუ დაემორჩილები გვამს და ნუ დაემორჩილები სიკვდილს. აქედან გამომდინარე
თუ სიკვდილმა დაგიმორჩილა, მე გვამს აღარ უნდა დაემორჩილო. გვამს თუ დაემორჩილე, მაშინ ლაზარე დალპება და ვეღარ აღდგება. თუ გვამს არ დაემორჩილე, მაშინ ლაზარე აღდგება. ხვდებით რას ვლაპარაკობ ახლა? ანუ სული, როდესაც სხეულს ტოვებს, მას კიდევ უნარი გააჩნია იმის, რომ გვამს არ დაემორჩილოს. ანუ უბრძანოს უბრალოდ თავის თავს, რომ ამ გვამზე დამორჩილება არ არის კარგი. რატომ არ ემორჩილებიან ახლა? ეხლა გეტყვი რა, რატომ არ სურთ სულებს შემოსვლა ისევ იმ სხეულში, რომელიც სხეულიდანაც გათავისუფლდა და გავიდა. იმიტომ არ სურთ მეგობრებო, რომ ჯერჯერობით მე არ ყოფილვარ სხეულიდან გასული, მაგრამ მომისმენია ძალიან ბევრი კლინიკური სიკვდილში გარდაცვლილი ადამიანების საუბარი. მათ შორის მამაჩემი იყო 3 ჯერ კლინიკურად მკვდარი და ხო, მაგრამ ქმარს ერთი ცოლი ეკუთვნის, ცოლს ერთი ქმარი, წარმატებები. ვერ გავიგე რას გულისხმობ ედვარდ. ხო და რაც შეეხება იმას, რომ როდესაც ისინი გადიან სხეულიდან, მათი სხეული ეჩვენებათ, როგორც აი ხაფანგში რო ხარ დაჭერილი, უბრალოდ გალიაში რო ხარ გამოკეტილი და რა გალიაში ხარ, რა მთელი ცხოვრება ხარ გალიაში გამოკეტილი და უცბად გაფრინდები გარეთ. აი იმ ასტრალში გაფრინდები, სადაც შეგიძლია იმოგზაურო, სადაც შეგიძლია მოხვდე იქ, სადაც გინდა, გესმის და ამ სულს, როდესაც აქვს მისია, ხო? აი ამ შემთხვევაში ლაზარეს მისია ეს იყო, რომ როდესაც ლაზარეს ქონდა მისია აქ ჯერ კიდევ დასასრულებელი, ის არ დამორჩილებოდა გვამს. ანუ ისევ ჩასულიყო გვამში და გაეცოცხლებინა დამპალ გვამში, აყროლებულ გვამში ჩასულიყო. ეს იცი რა მხელა დავალება არის სულისთვის, არ ვიცი. აი წარმოიდგინეთ, ახლა იმ პოლიციელის არ იყოს ძალიან მნიშვნელოვნად მივიღე იმ პოლიციელის საუბარი, იმიტომ რომ გვამზე იყო საუბარი, 10 დღის მკვდარი ვიპოვეთო რა. 10 დღის მკვდარი ვიპოვეთო. და ისე ყარდაო, რომ აი ჩავიკეცეო რა კილომეტრებში. ეხლა მე რა ინფორმაცია მომაწოდა ამან რა? მომაწოდა ის ინფორმაცია, რომ ლაზარე, როდესაც 10 დღის მკვდარია, იმდენად უნდა ყარდეს, რომ იმისმა სულმა რომ გადაწყვიტოს, რომ ისევ სხეულში ჩავიდეს, ძალიან მაგარი სული უნდა იყოს. ან ძალიან ძლიერი სული უნდა იყოს და უნდა ქრისტეს სიტყვა უნდა ესმოდეს, როგორ ზედმიწევნით, იცი რომ აი ქრისტეს სიტყვას ემორჩილებოდეს. ისე რომ იმ გვამში ჩავიდეს ისევ. და გაცოცხლდეს. აი ეს არის დიდი საიდუმლოება, მეგობრებო, რაც ლაზარემ შეასრულა თავისი მისიით, თავისი სულის მისიით ამ დედამიწაზე. რომ აყროლებულ გვამში ჩავიდა, ხო ეუბნება მართა, რომ ყარსო, ესა უფალო, ყარსო უკვეო რა. და მართავ ხო გითხარი რომ უნდა ირწმუნო, ეს ეუბნება ქრისტე. ანუ ხვდებით რა ხდება აქ რა პროცესია? სულს რა მხელა ისა აქვს, ხვდებით? მისია აქვს. ნუ ეხლა რა თქმა უნდა, ის ადამიანები, ვინც კლინიკურ სიკვდილში იყვნენ, მოდიან ძირითადად ყვებიან, რომ ამის გულისთვის მოვედი, ჩემი შვილის გულისთვის მოვედი, ის ქონდა გასაკეთებელი და იმის გულისთვის ვიღაცას უყვარდა და იმის გულისთვის და ამიტომ ბრუნდებიან. უკვე რაღაცა მიზეზი აქვთ, რომელიც წონის იმას, რომ იმ გვამში ისევ მოუნდეთ ჩასვლა, გესმის? იმხელა სული იმხელაა, თქვენ ვერ წარმოიდგენთ. იმხელა სული შენ დატყვევებული ყავს, აი ამ პატარა რაღაცა სხეულში. მასაში, აი ამ ხორცის მასაში, რომ აქედან გასვლის შემდეგ არ ამგონია, რომ სულს ისევ ამ ხორცში შემოსვლა მოუნდეს რა. ძალიან ძლიერი უნდა იყოს, ან რაღაც მისია უნდა ქონდეს, ან ქრისტე უნდა უბრძანებდეს მას. აი მაგალითად იოანე ნათლისმცემლის გადაწყვეტილება, ხო, იყო თავის მოკვეთა. მისმა სულმა გადაწყვიტა, რომ თავი მოეკვეთათ მასთვის. ეს მისი გადაწყვეტილება იყო. სულის გადაწყვეტილება რომ არ ყოფილიყო, მას ვერავინ მომკვეთა თავს. ეს არის არის. ერთი წუთი ვიპასუხებ მეგობრებო და შემოგიერთებით ისე.
ვიცი, თქვენ ლაივში იყავით და გესმოდათ ეს ამბავი? ხო. მოკლედ ერთი სიტყვით ახლა უნდა დავასრულო, მეგობრებო, თორე უკვე მოდიან სტუმრები და გვამი არ ხსდგებაო. ლაზარე ამბობს. რას გულისხმობ არ ვიცი. წესით პირველად საქართველოს უნდა გამოიღვიძა. ახლა კი საქართველოს ბოლო გამოიღვიძებს და საქართველოსთან ყველაზე ბოლოს აჭარა გამოიღვიძებს. და ყველა გვარებიდან ახვლედიანები გამოიღვიძება. ლაზარე ხო იცი, რას ეუბნება ქრისტე? როდესაც ეუბნებიან რომ აი იქ რო შევა უკვე იერუსალიმში რო შევა იერუსალიმში ვერავის ვერ აფხიზლებს რა, იმიტომ რომ თავისიანები არიან და არავინ არ სცემს პატივს აი ამ ქრისტეს, იმიტომ რომ ყველა იცნობს და ყველაზე რთული არის საკუთარი, ესე იგი, როგორც ჩემი სოფელი, ისე ჩემი ქალაქი, ისე ჩემი ნათესავების გამოფხიზლება რო იცოდე, ლაზარე. ეგეც ქრისტეს გზაა. და ეუბნება ქრისტე იერუსალიმს, იერუსალიმო, როგორ მინდოდაო შენი გამოფხიზლებაო და შენი შველაო, მაგრამ რა ვქნა რომ ერთი კაციც ვერ განკურნეს შენთანო. აი, ქრისტემ ერთი კაციც ვერ განკურნა იერუსალიმში. წარმოიდგინე, მკვდრებს აცოცხლებდა და იმეებს სასწაულებს ახდენდა. იმიტომ რომ ურწმუნოება იყო იერუსალიმში. სადაც ურწმუნოებაა, ლაზარე, იქ ყველაზე რთული არის გამოაფხიზლო და ყველაზე დიდი ურწმუნოება არის იმ ხალხში, ვინც შენი ნათესავები არიან და ბავშვობიდან გიცნობენ და აი ეს თითს რომ მოიშვერენ ხოლმე რა. აი ეგ არის ყველაზე რთული. ახლა მე წავედი, მეგობრებო, გაკოცეთ, რომ კიდე ერთი საათი გამიგრძელდება და მე დამაგვიანდება. ჟურნალისტის მიზეზი ისაა, რომ ლალი წერს ესეთ რამეს. ჟურნალისტის მიზეზი ისაა, რომ აზერები ჩემს თავში ნელ-ნელა მასეთი ფორმულირებისკენ მიდიოდა და შენმა სიტყვებმა აზრები, ხო, აზრები. ეთყობა შეცდომა. აზრები ჩემს თავში ნელ-ნელა ამ მასეთი ფორმულირებისკენ მიდიოდა და შენმა სიტყვებმა უცებ დაალაგა. ხო, ანუ აიღო. ხო, მივხვდი, ხო. ლალი კი, ესე არის, საერთოდ ესეა, როდესაც ადამიანს, ანუ ერთ სიხშირეზე მყოფ ადამიანებს კომუნიკაციის უნარი გააჩნიათ, რომ იმათ აუხსნათ ვითარება თავისი მდგომარეობით რა, მისი მდგომარეობის მიხედვით მათში ინფორმაცია გააღვიძონ. კი, ესეა საერთოდ. ბედნიერი დღე თქვენს, მეგობრებო და აბა თქვენ იცით და გაკოცეთ შემოგიერთდებით კიდე სხვა დროს, არ ვიცი, ხვალ თუ ზეგ თუ დღეს, ნახოთ. აღარ ირთვება. აი ესეა, როგორც კი ხელს